კლასიკური, რაც კეთდება ეხა ევროპაში, რასაც აკეთებს რუსეთი. ეს არის უნდობლობის გაჩენა. ანუ სისტემის მიმართ. კლასიკური, ევროპული, დემოკრატიული, იქ ხო დემოკრატიული ჩამოყალიბებული ინსტიტუტებია, ხო? სასამართლო არის, პოლიტიკური პარტიები არის, ეს მუშაობს საუკუნეებია. ახლა ნახეთ, ყოველთვის მთავარი იარაღი რა არის? ის კი არა, რომ დემოკრატიულ სისტემაში მთავარი იარაღია რა? მე უკეთესი ვარ ვიდრე შენ, ანუ მე უნდა ამირჩიო. ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია, შენ გაარემონტე 100 სკოლა, მე 150. შენ დროს ხელფასი იყო 12 ევრო საათში, ჩემ დროს 14 ევრო საათში. ამაში ეჯიბრება დემოკრატიაში ერთმანეთს. ძალები. ეხლა ამათი იარაღი არის უნდობლობის გაჩენა. ანუ არავინ კარგი არ არის. ან მაშინ მე დავრჩები. ესე იგი, ავიღოთ, აი პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებაც, ხო? ჭორების დაგდება, საინფორმაციო ეჭვის გაჩენა ინფორმაციის მეშვეობით. აი ეს ყველაფერი არის ამის ნაკრები, რომ არავინ კარგი არ არის, ალტერნატივა არ არის და მოდი ამ ცუდებს შორის, მოდი მაშინ მე ვიქნები. ეს არის როგორც მართვის ერთ-ერთი კლასიკური მექანიზმი.